მოგესალმებით მეგობრებო. ეხლა მე ვარ ძალიან მაგარ ადგილას და მივდივარ ძალიან მაგარ ულამაზეს, საინტერესო და მისტიკურ ადგილას. ამით კი ხედავთ როგორია, საერთოდ არ ველოდი ესეთ ამინც, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ვიცი რომ მისტიკური ადგილია, ამინდმაც ხელი შემიწყო და მისტიკურია ეს ამინდიც. საკმაოდ როგორც ვიცი, საკმაოდ რთული ის არის, რა ქვია, გზა არის. მანქანამ ჩაიარა. პირველი მანქანა სხვათა შორის რაც შეკვდა და ადგილობრივებმა როგორც მითხრეს ბაკურიანში, მითხრეს რომ ის არის, რა ქვია, საკმაოდ რთული გზაა და თქვენი ჯიპით ვერ ახვალთო, მაგრამ რა ვიცი, ვნახავ, ვცდი. იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ ის ვნახოთ, აი ეს ადგილი ვნახო, ის ლამაზი ტბა ვნახო და თქვენს წაგიყვანოთ თან. ხო და წავედით, ეხლა ბევრ მაგარ რაღაცა საინტერესო რაღაცებს განახებ და აუცილებლად უყურეთ. და სანამ გააგრძელებთ ყურებას, გთხოვთ და subscribe-ეთ, ძალიან მჭირდება. 1000 subscribe-ზე თუ ავალ. თუ ავალ კი არა, ამიყვანეთ. 300 რაღაცა არის subscribe-ები, ჯერ ძალიან ცოტა და ძალიან მჭირდება რა და იქნებ ამაში შემიწყოთ ხელი და მეტი სტიმული მომცეთ. წავედით, წავამყევით. ვიცოდი. ესე იგი, ამინდია, არაფერი არ ჩანს. სასწაული ამინდია. ხო და ჩვენ გავაგრძელებთ ახლა გზას და ნახოთ როგორ გაგრძელდება ამინდი. იმედია ცოტას მაინც ხეს შეგვიწყობს. იმიტომ რომ ცოტა კარგი ამინდი მჭირდება. იმიტომ რომ ის ლამაზი ხედები და ლამაზი ადგილები რომ გადავიხო. ესე იგი, ეს ხდება ბუნებაში და განსაკუთრებით მთაში რა. ხედავდით 2 წამის უკან რა ამინდი იყო და რა ამინდია. აი, საერთოდ ხო არ დაიჯერებთ ეხლა რომ ესეთი ამინდი იყო და ეხლა ეს ამინდია. აი, სასწაული ამინდია და თურმე რა სილამაზე ყოფილა, არაფერი არ ჩანდა იმ ნისლში. უბრალოდ რაღაც ენით აუღწერელი სილამაზია და ეს პანორამული ხედი რაც იშლება, ნუ აი არ ვიცი რა. ხო და წავედით ეხლა უფრო ლამაზი ადგილები გველის წინ. ხო და წავიდეთ და წამომყევით აუცილებლად. არ გადაახვიოთ, უყურეთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ვიდეო. დღეს ჩემი გოგოები არ იქნებიან ჩემთან ერთად, იმიტომ რომ ისინი სხვადასხვა ლოკაციებზე ვართ და მე გადავწყვიტე რომ არ დაველოდო და ეს ვიდეო ჩავწერო, გავაკეთო ეს ვიდეოც, იმიტომ რომ ძალიან კარგი საშუალება მომეცე რომ აქ ამოვსულიყავი და ამის გამოტოვებას არ ვაპირებ და თქვენთვის ამის ჩვენების გარეშე არ მინდა რომ ესე გავაგრძელო სხვა ლოკაციების ნახვა და კონტენტის გაკეთება. ამიტომ დღეს ვიქნები გოგოების გარეშე. აქედან გოგოებო მოკითხვა თქვენ. დავტოვეთ დაბა კურორტი ბაკურიანი და ეხლა უკვე მივმართებით ღრმად მთებში. წინ გონდება ტაბაწყური, ულამაზესი ტბა, რომელიც ზღვის დონიდან თითქმის 2000 მეტრზე მდებარეობს. გზა აქამდე თითქოს რთულია, მაგრამ არც ისეთი რთული, რომ შეგეშინდეთ და არ წამოხვიდეთ. მოგზაურობა ჯერ ახლა იწყება და რაც უფრო მაღლა ავდივარ, მით უფრო გზნობ, რომ მივემართები სადღაც სამყაროს კიდისკენ. სასწაული ჰაერია, ძალიან ლამაზი გარემოა და ეს ყველაფერი ღირს უბრალოდ გადაწყვიტეთ და წამოდით. ადგილი არის ეს, საიდანაც გეშლება ეს ულამაზესი ხედი და ხედავ ტბას. ამ ტბაში არის, აი ჩანს აქედან პატარა კუნძულივით, ნახევარკუნძულივით შეჭრილი არის და იქ არის დასახლებული ეს სოფელი. რაც შეეხება ტბას,
თვითონ ტბა არის ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, უფრო კონკრეტულად 1999 მეტრზე. მისი სიღრმე არის 40 მეტრი დაახლოებით და საკმაოდ ნაყოფიერი ტბა არის, მინდა გითხრათ, ძალიან ბევრი თევზი ბინადრობს, სხვა ჯიშის თევზი ბინადრობს შიგნით. ასევე ეს ადგილი გამოირჩევა გადაფრენის ადგილია, ესე ვთქვათ, სამცხე ჯავახეთის ზღვას ეძახიან და ამიტომ რაღაც ბევრი რაღაცა პერიოდები, ოქტომბერი რაღაც პერიოდებია, როცა თავს იყრიან ხოლმე აქ სხვა ჯიშის ფრინველები, რა და ძალიან ლამაზია და ვისაც უყვარს დაკვირვება ჩიტებზე, შეუძლია მობრძანდეს და ამ კონკრეტულ პერიოდში რაღაც მოიძიოს ეს პერიოდი, როდის არის მე ხა არ ვიცი მაგდენი და დააკვირდეს ჩიტების გადაფრენას და იხილოს და გადაიხოს, ძალიან საინტერესოა, ბევრ ადამიანს უყვარს ეს ყველაფერი. ხო, რა შეეხება ამინდს, ქარიანი ამინდია, ხედავთ. ისეთი ქარია და იმედია, რაღაც ჩვენ გეგმებში ეს ქარი არ შეგვიშლის, იმიტომ რომ საკმაოდ ქარია, არ ვიცი, იმედია გაჩერდება ცოტას, იმიტომ რომ მე იქით ვაპირებთ კაი რაღაცაებს და ასევე საჭმის გაკეთებასაც ვაპირებთ ტყეში, ცეცხლის დანთებას და მოკეთ ჩავიჯექით უყურეთ. წავედით. მე გახლავარ ძალმაღრაძე. ძალმაღრაძე? თემური მაღრაძე. თემური მაღრაძე. ჩვენი ორივეს ბიძაშვილები გახლავართ, ჩვენი ორივეს წარმოშობა არის აი ამ ტაბაწყურიდან სულ 12 კილომეტრში არის ძალიან პატარა სოფელი ბალანთა. რეალურად სოფელი, რომელიც მდებარეობს სწორად გამიგეთ თქვენს და თქვენმა გამომწერებმაც სომხურ გარემოში ერთადერთი ქართული სოფელი გარშემო სომხური სოფლები. სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ სანამ აქ წამოვიდოდი, ბევრი ინფორმაცია მოვიძიე და მსგავსი ინფორმაცია არ იყო, რომ ქართული წარმოშობის სოფელი აქ არსებობს. ერთადერთი ბალანთა, 4 სოფელი აი ამ ტბის გარშემო, ტაბაწყური, მოლითი, ჭიხარულა, ბალანთა ეკუთვნის ბორჯობის მუნიციპალიტეტს. იმის სიკეთე ახალქალაქი იწყება. და ბალანთა, სადაც 4 გვარი ცხოვრობს, სულ მაღრაძეები, მელიქიძეები, ზედგინიძეები და კონსტანტინოვები. ბერძნული წარმოშობის, მაგრამ ჩვენი ქართველები არიან. 4 გვარი არის სულ და მოსახლეობა რამდენი არის? მოსახლეობა პატარა, რამდენი ოჯახი, ალბათ იქნება სულ 20-25 კომლი დარჩენილი. ძალიან ცოტა კი. ისეც პატარა სოფელი. რამდენი? 20-25 კომლი, 20-25 ოჯახი, ესე ვთქვათ. ხო და დღეს ესე ვთქვათ ბალანთელებმა ინიციატივა გამოიჩინეს და ესე ვთქვათ ყველა ბალანთეს დაუძახეს და სოფლის დღესასწაული გამართეს და ჩვენ აქედან ამისთვის მოვედით. დღეს არის ეს დღესასწაული? ბალანთაში ახლა იმიტომ გითხარით, ახლა ჩვენ რომ დაუბრუნდებით, შეგიძლიათ წამოხვიდეთ ჩვენთან ერთად და იქ სოფელშიც ინტერვიუ აიღოთ. ეს სოფელი დაარსებულია მე-19 საუკუნეში, ეს არის პერიოდი, როცა აი თურქებისგან აი თავისუფლდება სამხრეთ საქართველო და ჯერ კიდევ თურქები ხელს არ უშევებთ მაგ პერიოდში დასაწყისში მე-19 საუკუნის მელიქიძეებმა, გოგოლაძეებმა და ზედგინიძეებმა დააარსეს. და მის შემდეგ არსებობს მე-19 საუკუნეში. დასაწყისში მე-19 საუკუნეში. ეს წითელი ტაძარი რო არის, აქეთ არის? ტაბაწყურის წითელი ტაძარი არის. ჩახვალთ აქედან არჩას, აი წითელი სახურავი როა. მაგის გვერდითა. სამწუხაროდ აი 90-იან წლებში დაგრეული 90-იან წლებში, ნუ ვიღაცა უკეთურმა არ მიდახვა მას ეროვნებას შევეყო, ვიღაცა უკეთურმა პირდაპირ ბომბი დაუდო და ააფეთქა და ტაძარი ესე გადაიხსნა პირდაპირ. ხო, და წითელი ტაძარი ქვემდურ წითელი ქვითაა ნაგები, წითელი ხო, წითელი ქვით არის, ხო, რაც მოიძიე ეს იყო, ხო. კი ბატონო, ანუ თქვენ აქ იცით რამ ერთი რამოდენიმე კითხვას და არ მოგასცემთ, საკმაოდ ისეთი ქარია. კაი საქმეს აკეთებ და ძალიან მაინტერესებს როგორ ცხოვრობთ ქართველები აქ, აი ეს თვითონ ეს დასახლება ხარ რამოდენიმე კომლია დარჩენილი და აი პირობები საკმაოდ რთული პირობებია აქ ზამთარი იცის საკმაოდ ისეთი რთული, ცივი, ყინვიანი, ძირითადად დასაქმებულობა რა, მესაქონლეობას მისდევენ და ამით ინახავენ თავს. უჭირთ უხინთ ინფრასტრუქტურა როგორ არის? სამწუხაროდ მე არ ყოფილი ვარ, კაი ხანია თემური ხშირად ამოდის. და 20 წელი არ ყოფილი ვარ ჩემი სოფელში და ახლა მოვედი. როგორ იქნება ქალაქში არ არის ინფრასტრუქტურა? დამხვდა, არა თემური. დამხვდა ბუნებრივი გაზი შემოყვანილი, დამხვდა მოასფალტებული გზა სოფლამდე მიყვანილი, დამხვდა ძალიან კარგი სკოლა, გამოწერილი მაქვს ჩემი სოფლის სკოლა და ხედავ 1000-ნაირ ღონისძიებებს აკეთებენ, მასწავლებლები, დირექტორი ძალიან კარგი.
და ნუ ცხოვრობენ რა. ცხოვრობენ. არ აქვს რომელ ქართულ კერას ამ ჯავახეთის ზეგანზე. აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ნამდვილად ეს რომ ქართული კერა არ უნდა ჩაქრეს არც ერთ საქართველოს წერტილში. და ძალიან დიდი მადლობა თქვენც ამისთვის რომ აი მოგზანდებით აქ. შალი იძი პრაშო. მე გახლავართ გიდი საქართველოს ასოციაციის წევრი და მყავს სტუმარი დაღესტნიდან. ალბათონი შანი, რომელიც შეყვარებულია ჩვენს ქვეყანაზე. თუ შეთიმოვიარეთ, ახლა მესხეთს მათვალიერებ, მერე კახეთი, მერე სვანეთი, რაჭა ლეჩხუმი და ასე შემდეგ. На каком языке? На русском? Блогеры. На русском, да. Да, записывают вот. Это я куда-то попала. Про этот регион. Несколько слов. Хорошо, კათედრის გამგია მახაჩკალის უნივერსიტეტში. და ნუ საკმაოდ განათლებული პიროვნება, შეყვარებული საქართველოს. ხარი რო არ იყოს, ქართულ სიმღერებს გიმღერებდათ უამრავს. Несколько слов. Какие слова можно говорить в такой красивой стране? Пусть всегда светит солнце, летают птицы, растет пшеница. Пусть люди отдыхают, получают удовольствие. Сакартвело Гаумарджос. Гаумарджос. Да. Спасибо большое. Вам тоже мадлоба, да. Что нравится Грузия? წარმატებებს გისურვებთ თქვენ კიდევ და თქვენც ასევე კარგი ძალიან დიდი საქმე მადლობა. დაგიწყდა და ღმერთმა ხელი მოგივა. გაიხარეთ, მადლობა დიდი და სასიამოვნო იყო თქვენი გასწავლა. იქნება რომ აი სოფელში ჩამოვიდეთ. არა, სერიოზულად. საით არის ეს სოფელი? აი ამ გზას გავყვებით და პირდაპირ მიგიყვანთ. ასფალტია გზას. რომელ გზას, ანუ ასფალტია ჩა. მოკეთ, ეხა მოვედით სოფელში. ეს ის სოფელია, რომელიც ნახევარკუნძულზეა, ტბაშია შეჭრილი. და ცოტა ფეხით გავივლი. ნახავ რაღაც რა სიტუაცია, როგორი სიტუაცია. წყური ძირითადად ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისგან შედგება. 1905 წელს სამწუხაროდ თურქების მიერ იქნა მოწყობილი სომხების გენოციდი. მათ რა თქმა უნდა მოუწიათ ემიგრაცია და ერთ-ერთი მხარე მათი საზღვისა იყო ჯავახეთის რეგიონი, ხო და მოგეხსენებათ ქართული სტუმართმასპინძლობის ამბავი და ალექსი სანდოძეა, ესეთი ადამიანი იყო, რომელიც მათ მთელი გულით და სულით დახვდა და უმასპინძლა, ესე ვთქვათ. მის შემდეგ ისინი აქ ცხოვრობენ და ამაგრებენ, ესე ვთქვათ, ამ ტერიტორიას და ძალიან კარგია, რომ ხალხი აქ ცხოვრობს და უფრთხილდება აქაურობას და ესე ვთქვათ, არის ანთებული ისევ კერები. ასევე მინდა აღვნიშნო და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების არსებობა აქ. სამწუხაროდ ბევრი ამბავი მოვისმინე და მათი გულისკევილი იყო მხოლოდ ის, რომ ახალგაზრდები აქ აღარ ჩერდებიან და ცდილობენ რომ ჩავიდნენ ქვევით ქალაქებში და იქ გააგრძელონ ცხოვრება, რადგან აქ უკვე მათთვის წარმოუდგენელია და რთულია ის ყველაფერი, რაც მათმა წინაპრებმა შექმნეს და მოიტანეს აქამდე. ამიტომ ალბათ საჭიროა ცოტა ყურადღების მიქცევა აქაურობის დახმარება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ელემენტარული პირობების მოწყობა მაინც. მოკეთ სიტყვები არ მყოფნის. ულამაზესია აქაურობა რა. მართლა ულამაზესია რაღაცა ისეთი ფერებია და ისეთი გარემოა, რომ გონია რომ რაღაცა ფილმში ხარ რა, არ არის რაღაცა ნამდვილი. აი ეს ყველაფერი ხალხო, აი ეს რა არის. ანუ არ ვიცი, ენით აუღწერელი სილამაზეა. და უბრალოდ რა ბედნიერები ვართ ქართველები, რომ ესეთი ადგილები გვაქვს, აი ამდენი. და რაღაცნაირი შეგრძნება გაქვს რა, იქ რო ხარ, გონია რა, ანუ ხო ხმაურია, ქარია, რაღაცა ჩიტების ხმა, ну აი ხმაური რა, ბუნების ხმაური. მაგრამ აი ძალიან სიმშვიდეა რა, აი რაღაცნაირად მშვიდდები და ძალიან საჭიროა მე თუ მკითხავ ეს ყველაფერი რა.
ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, რომ ცოტა ხანი გამოირთო იმ რაღაცა ხმაურიდან და ამოხვიდე ესეთ ან ისეთ, რომელიმე ბუნებაში მოხვდე და ახლოს იყო ბუნებასთან. მოდის გიხდით აი ამ თმებისთვის, იმიტომ რომ ხარია და ვერ ვაკონტროლებ. მოკლედ რა ვიცი, აი ალბათ ყველა ერთხელ მაინც უნდა ამოხვიდეთ და ნახოთ ეს სასწაული ადგილი და როგორ ვითარებაში ცხოვრობს აქ ხალხი, ან ცხოვრობს. ეს კი არა რომ მე ხა მოვედი აქ დავტკბი და წავედი, აი ამ რთულ პირობებში ადამიანები ცხოვრობენ და ბედნიერები არიან ამ ყველაფრით. ესე იგი დავტკბი ამ ბუნებით შვიდად, წყნარად. ანუ რომ გითხრათ რომ დავფიქრდი და ვიფიქრეთ ხო არა, იმიტომ რომ აი ისეთი გარემო არის რომ ფიქრიც კი წყვეტს თავის ფუნქციას და აი უბრალოდ გზიამოვნებს რა და ალბათ ეს არის ზუსტად ის ბუნების ხიბლიც რომ რაღაცნაირად ყველანაირად ისვენებ რა, როგორც ფიზიკურად ასევე გონებრივად და მენტალურად. მოკლედ ეხა წავედი უკვე მომშივდა და ცოტა ტყეს დავუბრუნდები რომ შევწვა და რაღაცები გავაკეთო. თქვენ გავუყევთ. და ეხლა უნდა ვიპოვო ადგილი, სადაც შევძლებ რომ მოამზადო საჭმელი რაღაცა ისეთი რა, თან ტყერო არ გადაიწვას. და კომფორტული ყუდრო. ცოტა, ანუ დღეში რამდენჯერ შეიცვალა ამინდი, ანუ ეხლა როგორც ვიდეოში ჩანს, ანუ ნისლი, წვიმა და რაღაცა მისტიკა ერთად იყო, მერე მზე გამოვიდა, დაცხა, მერე ნუ სასწაული რაღაც საშინელი ქარი იყო და ეხლა არის ყველაფერი დაწნარებული, მაგრამ არის წინც კლავს. მაგრამ ისეთი სასიამოვნო ის არის, ქვია, ტემპერატურა და რაღაცა გარემო რაღაცნაირია. და რაღაცნაირად მირჩევნია ყველა რაღაცა ისეთ დასვენებებს რა, აი რაღაც ლაქშერი დასვენებებს, აი ეს რა, ბუნება. უბრალოდ ერთადერთი რასაც ხვდები ხოლმე ბუნებაში, ძალიან ეხა ხანს დავიწყე ესე
ხეტიანი და ბოდიანი, მაგრამ რასაც ხვდები ძალიან ხშირად და არ მომწონს არის ნაგავი რა. ანუ ეს რა მოხდება ხალხო რა ყველამ გავიგოთ ეს და შევიგნოთ რომ ეს ბუნება არის ჩვენი და ნაგავი არ უნდა დავყაროთ. არ შეიძლება. ძალიან ცუდია. ეხლა დავაფიქსირე. ანუ იქ ქაში რა ვიყავ, სადაც ვეღარც ვაზროვნებდი, ვეღარც ვაპარაკობდი და აი აქ ბუნებაში წყნარად ქარის გარეშე ოდნავ წინ წკავს ხოლმე. ყველაფერი დაწყდა და დამშვიდე და არის ძალიან კომფორტული გარემო ჩემთვის. ეს მიყვარს ძალიან. ხოდა აი ეს ადგილი მე მგონი ძალიან კარგია რა, იდეალურია. ანუ რაღაცა ბილიკი ადის მთაში. ძალიან მაღლაც აღარ შევალეხა და ცოტა აქვე იმას ვიზავ რა. მოვბანაკდები. მე მგონი ეს კარგი ადგილია და ხა ამ ადგილს უნდა შეუვარდე. ანუ რაღაც მოტიულია რა და ეს თივა ცოტა საშიშია და უნდა გავასუფთავო რომ ცეცხლი არ გავაჩინო ტყეში. კაი მაკეთნო შო. მოკეთ უფრო კარგი ადგილი ვიპოვე, ცოტა ამოვედი კიდევ ზევით მთაში იქ რომ ბილიკი მოყვებოდა. იქ ცოტა ისე ახლოს იყო ცივილიზაციასთან არ მომეწონა და რაღაცა ისეთი რაღაც ვნახე აქ გაკეთებული არ ვიცი აქ რა ხდება. მაგრამ ვიპოვე კარგი ადგილი და ის ტყე არის აქ რა. ხოდა გადავწყვიტე რომ აქ მოვამზადო საჭმელი და ცოტა ხანი განვიტვირთო თქვენთან ერთად. და დავიწყებ ახლა რაღაცები მოვსქენი მოვაგროვე ვითომ. მაგრამ ეს კვარი მაქვს ნაყიდი რა და ამით მოვაპირებ რომ იმას ქვია ალბათ რაღაცებიც კაია. დაიკიდოს ეს და ეხლა უნდა ავატო ცეცხლი და მე უნდა შევძლო ეს. ხოდა იქ ქვემოთ იყო ძალიან ბევრი რა ქვია იმას თივა რა და შემეშინდა რა ხანძარი არ გავაკეთო მეთქი. ხოდა გადავწყვიტე რომ აქეთ უფრო და ბევრად კაი ადგილი ყოფილა აქეთ და კიდე კაი წამოვედი. და ამით რაც შეეხება ხოწვიმდა. დაველოდე მე ცოტა ხანი გადაღებას და გადაიღო. მე მზე ამოვიდა. მე დავსვდი. შემცივდა და გამოვიცვალე მაინკა. მაისური. კაი მოკეთ დადგა ის კულმინაციური მომენტი უნდა დავანტო. გიჟდები ამ მომენტზე მეორეჯერ ვანთებ უკვე. აუ რამდენი ჭინჭარია. მიცადე. ეს გავწიო ცოტა ხოლმე. ჩაინთო რა. ეგ არის. უნდა მოვასწრო. ჯერ სოლო კემპინგის ეტაპზე არ გადასული. მაგრამ მაგისტრის მომზადება ჯერ პრაქტიკას გავდივარ. ახლა ვიწყებ მომზადებას, ხოდა ჩემი ინგრედიენტები დღეს არის ხახვი. ეს ბულგარული, ცეკა წითელი მწვანე კარტოფილი, ეს რა ქვია, ნაგეტსი და პომიდორი. ხო და რაღაცა სუნელები და ამბებიც არის. ვაკ ისიც მქონდა და მივიდა კიდე. მოკემბრიელი გამოვიდეს და ვიწყე მოკეთ რა. ეს არ გვინდა. ეს ყველაფერი გარეცხილი, ამიტომ no worries. აუ ეს არის მე მგონი ესე ჭინჭარი. ესე იგი ეს მე ხახვი. ამას მე ცეცხლში შევაკდე. მოვა ეხლა ცეცხლზე მომზადებული საჭმელი. აი ესეთ პირობებში. ძალიან საინტერესოა.
კაცი. გავაკეთებ კარტოფილს. ამოვაწყობ იარმას. ეს ერთი მზად არის, ეხლა ბოსზე უწყრი თამაში. რაც შეიძლება მარტივად ქროფა უნდა მოვუწოდო საჭმელი და გემრიალად რა. ხო და ეხლა ეს ბოსნეული ეს ამას ესე და ეგ ავტო რამენაა. ყავა უნდა დავლიო. მოჭვალი. ხოთ ყავაც როგორ ატუხდება ახლა აქ. წყალი უფრო სწორად. იმიტომ რომ აი ბუნებაში ყავა სხვა გემოექნება. ჯერ ზოგადად სხვა გემოაქვს საჭმელს ბუნებაში. და მე ყავას ხო საერთოდ. დავიღალე. საკმაოდ დამღლელია. კარგად შეიძლება წყალი რამდენი ხანში ატუხდება, მაგრამ დავინიშნო დრო. ესე იგი 35 წუთია ახლა. ხო და ნახოთ რამდენი ხანში მომზადდება საჭმელიც და წყალის რამდენი ხანში ატუხდება. ეხლა დაველოდოთ მომზადებას და სანამ ველოდები მინდა რომ გთხოვოთ რომ დაასაბსკრაიბოთ ჩვენი გვერდი იმიტომ რომ გოგოებიც არიან ხოლმე ჩემთან ერთად მაგრამ დღეს არ არიან როგორც საუნიშნე ვიდეოს დასაწყისში მაგრამ მე იქნებიან და დაასაბსკრაიბეთ ჩვენი გვერდი, უფრო და უფრო ბევრ საინტერესო კონტენტ შემოგთავაზებ, თუ მოგწონთ, ახლა მსგავსი ვიდეოებიც ისიც დამიკომენტარეთ, ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი. მე პირადად ძალიან მომწონს, როდესაც ვაკეთებ და რო არ მომწონდეს, ვერ გავაკეთებ და არც გავაკეთებ. თქვენს თუ მოგწონთ, ხო, უფრო და უფრო კაი იქნება ეს ყველაფერი და ორივე მხარე ყოფილები ვიგებთ. ჩემი საჭმელი იქნება. marshmallow, pechenniet, smorები. შეიწოს. წყალიც უხდება. კაია. Dangembelia. დაველოდები რომ კაცი შეიძლება შემიწვა. ნახოთ რა გამოვიდა ერთი. კულინარიული შედევრი.
ახლა სუნი ამოვიდა. ეს ჩვენი ვახშამი. რა ცხედია. და ნაგეტსი. სტრიპსები. ჩვენი ბუნებაში მოხდება ვახშამი. მოიყურება ეს. აბა გავსინჯოთ. რა მაგარია. მართლა ძალიან გემრიელია. აია. ნუ ნაგეტსი. მოვიდა. მართლა ძალიან გემრიელია. ყველანაირი გადაჭარბების გარეშე. Вообще სხვა გემოა, აი რატო? ცეცხლი და რაღაცა. ეხა ეს მე მაგალითად ჭვაც მირჩენია. ნა. ეხლა ავბარგდები. ძალიან ხანგრძლივი გამოვიდა დღე. ძალიან რა არ გამოვიარე, რა ამინდი არ გამოვიარე, ერთი თოვლი არ მოვიდა. დანარჩენი ყველაფერი იყო. საკმაოდ დამღლელია, არ არის მარტივი, მაგრამ ნუ ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ ყველაფრისგან და ჩემთვის მთავარი ეს არის. და მთავარი არის ის, რომ თქვენ გადმოგცათ ეს ყველაფერი და თქვენ ჩემთან ერთად გამოგზაუროთ ბუნებაში, საქართველოს ამას ადგილებში და რაღაცნაირად ერთად შეგვიძლია ეს ყველაფერი გავაკეთოთ თუ დაასაბსქრაიბებთ თქვენ და მოგცემთ მეტ სტიმულს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი, თქვენი კომენტარი, იმიტომ რომ რას ვერ ვაკეთებთ, რას ვაკეთებ სწორად. რა ვიცი თუ რამე გინდათ რომ ნახოთ რა ადგილები, ხა კი გვაქვს დაგეგმილი კარგი რაღაცეები, საინტერესო და ლამაზი ადგილები. მაგრამ თქვენი აზრიც მნიშვნელოვანია და გავითვალისწინებთ თუ რამე კარგ საინტერესო შემოთავაზებას მოგწევთ. აქედან დაგეშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა მის მიყურებთ და subscribe-ით და ესე ვთქვათ, მასაპორტებთ და